მშვიდობია პროექტი უცნობი კავკასია. სალამ მშვიდობისა, ეთერშია პროექტი უცნობი კავკასია, მას დღეს მე ნინო ჟიჟილაშვილი წარმოგიდგენთ. თავისუფლების ინსტიტუტის სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ერთ-ერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაცია სოზარ სუბარს ადანაშაულებს იმაში, რომ მან სახალხო დამცველის პოსტი გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური კარიერისთვის. ამ თემაზე ვისაუბრებ ჩვენ დღეს სტუდიაში სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილე სოფიო ხორგუანთან და თეა თუთბერიძესთან ერთად, რომელიც ჩვენს ეთერში წარმოადგენს თავისუფლების ინსტიტუტს. მოგესალმებით ქალბატონებო, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩვენს მაყურებელს და მსმენელს კი შევახსენებთ, რომ შეუძლია დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 388 ქალბატონ თეა, რაში არის პრობლემა? ანუ აქ ესე გაჟღერდა თავიდან პირველ რიგში მე ვესალმებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. პრობლემა ალბათ არის პირველ რიგში სამწუხაროდ თავის სოზარში. მე ვფიქრობ, რომ სოზარი იქცა პოლიტიკოსად. და სახალხო დამცველობა მისთვის გახდა ეს პლაცდარმი გარკვეულწილად. საიდანაც ალბათ ფიქრობს, რომ გადავა პოლიტიკაში. თუმცა მე ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არის არა პოლიტიკოსობა, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიტიკისგან სახალხო დამცველი ჩემი აზრით უნდა იყოს შორს და ის არ უნდა იყოს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მოსაზრებების გამხმოვანებელი. რასაც სამწუხაროდ ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯერ ხელისუფლების გარკვეულ ასე ვთქვათ მისამართით ხედავდით სოზარში, ხოლო შემდეგ უკვე ოპოზიციის გავლენის ქვეშ შეგვიძლია პირდაპირ ასე ვთქვათ მოექცა, რაც ჩემთვის არის პირდაპირ გეტყვით ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ სოზარი არ არის ჩემთვის ადამიანი, რომელიც უცხოა, არ ვიცნობ და მასთან სხვა ურთიერთობებიც მქონია, ის მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში წლების განმავლობაში, ერთობლივად გვიმუშავია რამოდენიმე წლის განმავლობაში და მე ვთვლიდი, რომ როდესაც სოზარი დაინიშნა სახალხო დამცველად, ის თავს გაართმევდა აი ამ ვალდებულებებს და ვერ გაართვა თქვენ ასეთი სამწუხაროდ ესეა. ვიდრე დეტალებს შევხებოდით, ქალბატონ სოფიოს მინდა ვკითხო, რამდენად იზიარებთ აი ამ მოსაზრებას სოზარ სუბარი მართლა ძალიან ხშირად აკეთებს ისეთ განცხადებს, რომ ის ხშირად ემთხვევა გარკვეული ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკოსების რაღაცა ასე ვთქვათ პოზიციებს და თუნდაც განცხადებებსაც კი. ნუ ხა ჯერ დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. ზოგადად ჩემთვის ახლა თუთ არასასიამოვნოა მე ესეთ განწყობით მოვდიოდი რომ ვფიქრობდი აქ ინსტიტუტზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ ახლა ხან პიროვნებაზეა საუბარი. ჩემი მეგობარია, ის არ არის დღეს ჩემი უფროსი გაცილებით უფრო ადვილი იქნება ჩემთვის მასზე საუბარი. ახლა რაც შეეხება იმას უნდა თქვას თუ არა, მან გააჟღეროს თუ არა, მან თავისი პოზიცია იმ შემთხვევაში თუ თავიდანვე იცის რომ შეიძლება დაემთხვეს რომელიმე პოლიტიკური ძალის მოსაზრებას. თუ უფლება ირღვევა და ამას მეც ხედავ და სხვაც ხედავს. და მან იცის რომ იგივე განცხადებას არა მარტო პოლიტიკური პარტიები შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკეთებენ, ამიტომ უნდა გაჩუმდეს და არ დაინახოს. ანუ ეს არასწორად ეს არ არის სწორი ესე შეხედო რომ იცი რა თუ შენ სახალხო დამცველი ხედავს იმას რაც არის შეიძლება ეს დაინახოს სხვამაც. ისევე როგორც სახალხო დამცველი ლაპარაკობს შეუძლია ისაუბროს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ და ასე შემდეგ. ანუ თუ მაგალითად თავისუფლების ინსტიტუტი საუბრობს რომელიღაც უფლების დარღვევაზე, ეს იმას და ამ შემთხვევაში სახალხო დამცველი ამაზე არ ილაპარაკოს, ეს რაღაც არასწორი მგონია და ზოგადად არასწორია ხა. სიმართლე ისეთი რამე თქვენს დაინახავთ, მეც თეაც დაინახავს, მაგრამ ხა როგორ ვიტყვით რომ ხა დავინახავთ ამას ვიტყვით ამას თუ არ ვიტყვით ახლა ეს თქვენი პოზიციები რადიკალურად იყოფა ქალბატონ თეა, თუ შეიძლება რომ გითხრათ აი ზუსტად რაზე გაქვთ საუბარი? მე შემიძლია დავიწყო იმით რომ როდესაც სოზარი გახდა სახალხო დამცველი, აი ეს თქვი კიდევაც რომ მე პირადად ვთვლიდი რომ ის იქნებოდა ეფექტური სახალხო დამცველი, თუმცა გარკვეული ასე ვთქვათ ნიშნები იყო იმისა რომ ძალიან დიდ პრინციპულობას ვერ იჩენდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ამა თუ იმ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირების მისამართით, როდესაც გარკვეული კრიტიკა და ალბათ გარკვეული განცხადებები იყო საჭირო რომ გაეკეთებინა სახალხო დამცველს იმ უფლებების დარღვევების თანმიმართებაში, რომელიც მაშინ იმ პერიოდში ხდებოდა და ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რევოლუცია რომ მოხდა ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტები გარწმუნებთ რომ გაცილებით უფრო მეტი იყო ვიდრე ეს დღეს შეიძლება ხდებოდეს. და სამწუხაროდ ესეთი განცხადებები ნაკლებად ისმოდა და პრინციპში შეიძლება ითქვას რომ არ ისმოდა სახალხო დამცველის მხრიდან.
ძალიან ხშირად მე 2004 წლის ამბავს თუ შეიძლება დავასრულებ და მე 2004 წლის ამბავს მე ვამბობ 2004 წელს განსაკუთრებულად აკრიტიკებთ სოზარ სუბარის მოღვაწეობას, იმიტომ რომ ის არ აკრიტიკებდა ხელისუფლებას. მე ვყვები კონკრეტულად როგორ მისი დანიშნვის შემდეგ რა ხდებოდა. უბრალოდ რამე ვიცი ჩაიკითხოთ 2004 წლის თემატიკას რატომ საყუდურობთ დღეს 2009 არა, საყუდურობ იმიტომ რომ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავიდა, რაც ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი. ერთ პერიოდი ხელისუფლების გავლენის ქვეშ და გავლენას განიცდიდა და ეხლა განიცდის ოპოზიციის გავლენას. მას მინდა გითხრათ თქვენი კრიტიკა, როცა ციმ უკიდურესობაში იყო როგორც თემზანი. ეს არ გახსოვთ და ბუნებრივია საჯარო კრიტიკა ამაზე არ ყოფილა, თუმცა მე ყოველთვის ამასთან დაკავშირებით ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე თქვენი კოლეგები, ჟურნალისტები, მაშინ როდესაც თავისუფლების ინსტიტუტიდან კეთდებოდა უამრავი განცხადებები, უამრავი პრესკონფერენცია ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, როგორც ციხეებში, ასევე წინასწარ დაკავების იზოლატორებში, ასევე ჯარში, რატომ არ აკეთებს ამ ასე ვთქვათ, ვითარებაში სახალხო დამცველი კომენტარებს. ნუ მე თავს ვიკავებდი, მესაუბრა სამწუხაროდ მის უსურვებაზე, მაგრამ ყოველთვის პასუხს ვცემდი, რომ ეს კითხვები დაისვას სოზართან მიმართებაში, ანუ პირადად მას დაუსვათ. იყო თუ არა, როდესმე ამ ხელისუფლების მისამართით ქალბატონო სოფიო, თუნდაც მათი მოღვაწეობის პირველ წელს სოზარ სუბარი ქალბატონო სოფიო არ იყო მაშინ მისი მოადგილე და სამწუხაროდ ინფორმაცია შეიძლება შეაფასოს მან როგორც გარეშე პერსონამ, თუ კი შეძლებს ძალიან სასურველი იქნება რომ მასიც მოხდეს, რომ მან შეძლოს გარედან შეხედვა ამ სიტუაციას. 3 წელი, პრაქტიკულად 3 წელი მუშაობ სახალხო დამცველის ოფისში და პრაქტიკულად წელიწად ნახევარი ვიყავ სახალხო დამცველის მოადგილე. თუმცა სუბარი გააქტიურდა ძალიან ბოლო წლის წელიწად ნახევრის განმავლობაში. ეს ნამდვილად რეალობაა. ჩვენ არ გვახსოვს სუბარის ის მწვავე განცხადებები ნამდვილად 2004 წელს. როგორ გითხრათ ახლა 2004 წელს მე მახსოვს მისი განცხადება, მახსოვს, როდესაც ის მე მგონი სულად ერთი კვირის დანიშნული იყო, როდესაც მოხდა ესეთი შემთხვევა, ეს იყო საზღვარი გადმოკვეთეს ცხინვალის რეგიონში, მაშინ მან ძალიან მწვავე განცხადებაც გააკეთა და დაუპირისპირდა მაშინ მე მგონი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, იმ პერიოდში როცა ის ძალიან პოპულარული მინისტრი იყო. სულ პირველი დღეებია მისი დანიშნვის შემდეგ ეს იყო ძალიან მკაცრი და მწვავე განცხადება და იცით აი რაღაცა ესეთი დამოკიდებულება ის თქმა რომ აკეთებდა მწვავე განცხადებას თუ არ აკეთებდა მწვავე განცხადებას ანუ თავარი მიზანი სახალხო დამცველის არ არის განცხადებების კეთება ანუ ამ შემთხვევაში დავასრულებ თქვენ თვითონაც ბრძანეთ ქალბატონთია ბრძანა ასეთი რამ რომ ეს იყო კულუარული საუბარი როგორც რაღაცა შიდა საუბარი და არ ყოფილა საჯარო საუბარი იცით სანამ სახალხო დამცველს ქონდა იმის ნელობა რომ შესაძლებელი იყო პირადად ესაუბრა ან როდესაც იყო მცდელობა მოგვეგვარებინა რაღაცა თუნდაც პირადი საუბრებით ხო ეს შემდეგაც გრძელდებოდა არა თუ პირველ ეტაპზე არამედ შემდეგაც მე მახსოვს ჩემი მაგალითი როცა შემიძლია გითხრათ როდესაც გავრცელდა ძალიან ხშირად იყო ესეთი ინფორმაციები თითქოს ჟურნალისტებს რაღაც პრობლემები ექნებოდათ სამეგრელოს რეგიონში მე ზაზაგურუზია და არ უარყოფს ახლა ამ ფაქტს მე ვესაუბრე მას და ნახევარი საათის განმავლობაში ვუხსნიდი გუბერნატორს რომ არ შეიძლება ჟურნალისტის არც ესეთი სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა იცით რა ნახევარი საათის შემდეგ მიპასუხა რომ იცით რა შვებულებაში რო გავიდე მაშინ თუ შემიძლია გავლახო. მე დიდხანს ვუხსნით რომ ის შვებულებაში ღამის საათებში შაბათ-კვირასაც არის საჯარო მოხელი და მას აქვს თვალის ვალდებულება. ანუ როგორ ხარ ეს არ არის თვითმიზანი გააკეთო განცხადება და არც არასოდეს ყოფილა სახალხო დამცველის თვითმიზანი მას განცხადებები გააკეთებდნენ ან პოპულისტური განცხადებები მით უმეტეს. ანუ როდესაც ხათ ასეთი შტაბ-ბიჭდება თავისუფლების ინსტიტუტს რომ ეს გახდა თვითმიზანი სოზარ სუბარს თქვენ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი ეს ალბათ განმარტავენ რატომ ჩდება თქვენ არ გაქვთ თქვენი ვერსია დღეს რატომ აღმოჩნდა რომ თავისუფლების ინსტიტუტს ღიად საჯაროდ და ძალიან მწვავედ აკრიტიკებს უძახის მას უსურს ამბობს რომ პოლიტიკური კარიერისთვის გამოიყენა ეს კამი და ეს საკმაოდ ძიმე შეფასებებია და ბრალდებები. მესმის რასაც ბრძანებთ, მაგრამ მაშინ მე ჩემი ვილაპარაკო სად არის თავისუფლების ინსტიტუტი იმ პერიოდში, როცა პრაქტიკულად 2005 წლის შემდეგ მე არ მახსოვს არც ერთი მწვავე განცხადება, როცა თავისუფლების ინსტიტუტის სად არის ამ შემთხვევაში მე მგონი ეს ცდება სახალხო დამცველის ინსტიტუტისას თვითონ სახალხო დამცველის არა, თუ შეიძლება მე ვპასუხებ ნინოს შეკითხვას ვუპასუხებ თუ შეიძლება თუ თუმცა სასურველი ამოვწეროთ სახალხო დამცველის თემა და მე ალბათ ქალბატონთია უპასუხებს დანარჩენ შეკითხვებს. ამბობთ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებას თავისუფლების ინსტიტუტი დღეს. ანუ მეც მაქვს ეს კითხვა, მაგრამ ეხლა მე საუბრობ. მე შევეცდები გაგცეთ ამ კითხვას. დავასრულებ, მე მკითხა ქალბატონმა ნინომ თქვენი მოსაზრება. ანუ მეც მაქვს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება, იმიტომ რომ რეალურად დღეს სახალხო დამცველი აკეთებს წავე განცხადებას და ღიად საუბრობს იმაზე, რაც რეალურად არსებობს და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ და არ ვიცი
ალბათ თავისუფლების ინსტიტუტს არ უნდა ვინმე ამ ქვეყანაში ამაზე ღიად საუბრობდეს, მით უმეტეს ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც რეიტინგით სარგებლობს, რომელიც პოპულარულია, რომელსაც აქვს დობის ძალიან დიდი ხარისხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ. ალბათ ეს არის. თქვენი, ესე ვთქვათ, მოსაზრებები არის კამპანიური ხასიათის. ამ ეს ქვეტექსტი აქვს ქალბატონ სოფიოს განცხადება, არასერიოზულია ეს განცხადება, იმიტომ რომ სახალხო დამცველს ჯერ კიდევ თავისუფლების ინსტიტუტი როდის მოუწოდებდა რომ ყოფილიყო აქტიური და როდის ქონდა ხოლმე ჩვენ ამაზე საუბარი მაშინ ქალბატონ სოფიოს. და როდის არ იყო აქტიური ქალბატონი? თუ შეიძლება თუ მექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბრო, მე უნებრივია ვაპირებ დეტალურად ვისაუბროს როდის არ იყო ის აქტიური და როდის გახდა ის პოლიტიკურად აქტიური სამწუხაროდ და არა რეალურად იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც უნდა იყოს. მე მინდა გითხრათ რომ სახალხო დამცველი მე შემიძლია კონკრეტული ფაქტებით ვისაუბრო სამწუხაროდ მისი იმაზე რაზეც აქამდე არ მისაუბრია. როდესაც სახალხო დამცველის აი აქ მე ამოვიღე დღეს გარკვეული განცხადებები მისი გაკეთებული და ერთ-ერთი ესეთი არის რომ სახალხო დამცველის მოხსენებას პარლამენტში მხოლოდ ცნობად იღებენ და ამაზე დღეს წუხ სოზარ სუბარი და აკეთებს კომენტარს და ამბობს რომ დღეს არ ღირს სახალხო დამცველობა საქართველოში. მე მინდა გითხრათ რომ ცნობად ამას იღებდნენ და ესეთივე ფორმით გამოდიოდა ხოლმე ყოველთვის და პირველად როდესაც სახალხო დამცველმა უბრალოდ სოზარ სუბარმა როგორც სახალხო დამცველმა გააკეთა პარლამენტში მოხსენება და მისი სახალხო დამცველობის პირველი მოხსენების შემდეგ ესეთი ასე ვთქვათ ცნობად მიღების შესახებ რაღაც ასე ვთქვათ ბრძანება თუ დადგენილება თუ რაღაც ნახე მაშინ იყო რომ მე ვსაუბრობდი რომ ეს არ შეიძლებოდა რომ ეს არის გარკვეულწილად სახალხო დამცველის აი გარკვეულ ასე ვთქვათ ფაქტებს რაც იყო იმ მოხსენებაში საუბარი უნდა ქონოდა გარკვეული რეაგირება და არაცნობად მიღება მაშინ სახალხო დამცველი ამაზე არანაირ რეაგირებას არ ახდენდა და ერთი სიტყვაც არ ყოფილა მისი თქმიდან და მისი მხრიდან დასმული რატომ ასე ვთქვათ იღებდა მხოლოდ ცნობად პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს. მე სამწუხაროდ შემიძლია ასევე გავიხსენო ის ფაქტი რომ როდესაც ციხეებში დავიწყეთ ვიდეო და აუდიო ჩაწერები პატიმრების. მე გახდით სოზარ სუბარის წარმომადგენლობით ვსარგებლობდი სახალხო დამცველის წარმომადგენლობით ამ შემთხვევაში და ვიყენებდი ამ უფლებამოსილებას. შემქონდა ვიდეო და აუდიო აპარატურა ციხეში და ვწერდი იმ პატიმრებს, რომლებიც იმ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდნენ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემის აზრით საზოგადოებას ცოდნოდა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ისინი კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობდნენ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, იმაზე რაზედაც დღეს საუბრობს მაგალითად. დიახ, რა თქმა უნდა. და ეს ბუნებრივია, მაშინ აღმოჩნდა პროკურატურისთვის მიუღებელი. მე სამწუხაროდ, ნუ ახლა პროკურატურისთვის რომ ეს მიუღებელი იყო, ეს გასაგებია და პროკურატურას თავისი საქმე აქვს და თავისი მიზანი აქვს. ზურაბადეიშვილის პროკურორობის პერიოდია საუბარი. მაგრამ სახალხო დამცველის მიზანი რატომ იყო ის, რომ მას აღარ ქონოდა ვიდეო და აუდიო ჩაწერების შესაძლებლობა ციხეებში და აღარ ქონდა ამ კონკრეტული ფაქტების კამერით გადაღების შესაძლებლობა და აღბეჭდის, მე ამას დღემდე ვერ ხვდები. ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ სოზარ სუბარსაც არ უნდოდა რომ თქვენ ჩაგეწერათ ვიდეო და აუდიო მასალები ციხეებში? არ მომხდარა მხოლოდ ჩემსა და სოზარ სუბარსა და ზურაბადეიშვილს შორის ეს საუბარი. ძალიან დიდი ჯგუფი ადამიანებისა, კონკრეტული ასე ვთქვათ პირები შემიძლია დავასახელო, სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, როდესაც ვიყავით პროკურატურაში, შეხვედრა იყო ბატონ ზურაბადეიშვილთან, იქ სოზარ სუბარის სახელით გვესაუბრებოდა, რას გააკეთებდა სახალხო დამცველი გენერალური პროკურორი, რაც ჩემთვის იყო აბსოლუტურად მოულოდნელი და პირდაპირ გეტყვით შოკის მომგვრელი და მე პირდაპირ ვთხარი მაშინ ზურაბადეიშვილს, რომ მისგან ამ განცხადებას არ მოვისმენდი, იმიტომ რომ იყო სოზარ სუბარი, დავაზუსტოთ ცოტა ჩემთვის ბევრი კითხვა, იმიტომ რომ პირველად მესმის ასეთი რამ. დავაზუსტოთ, თქვენ ბრძანდებოდით ზურაბადეიშვილთან, გენერალურ პროკურორთან. არა, მხოლოდ მე ძალიან ბევრი ადამიანი თუ შეიძლება რომ დავისახოთ, რამდენიმე ცნობილი საზოგადოებაში ცნობილი ადამიანი. აფციაური როგორც მახსოვს გაეროს ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ცინცაძე, რომელიც მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა.
იყო ასე, ну ეხლა ესე ზურაბ ბადეიშვილმა თქვა რომ სოზარ სუბარი გააკეთებდა იმას, რასაც ის ეტყოდა, ამას ბრძანა თქვა. არა, ის ამბობდა, გველაპარაკებდა, რას გააკეთებდა სახალხო დამცველი და რომ ის შეზღუდავდა უფლებამოსილებას გადაღებისას და ასე შემდეგ და მის გვერდით იჯდა სოზარი, რომელსაც მე შეუბრუნდი და უთხარი რომ რატომ გვესაუბრება სახალხო დამცველი, რას გააკეთებს, ამაზე გენერალური პროკურორი. მაშინ როდესაც ეს შეიძლება გააკეთოს ეს განცხადება, თუ სოზარი თვლის რომ ეს ესე უნდა იყოს, მაშინ ამას სოზარი თვითონ უნდა გვეუბნებოდეს და არა სოზარის სათქმელს გენერალური პროკურორი. ერთ წუთი ქალბატონია, თუ შეიძლება ვიდრე გადავალთ შემდეგ საკითხზე, ქალბატონ სოფიო, ეს ძალიან ძიმე ის არის ფაქტი, რაც მოგვიყვა ქალბატონ თეამ. იცით არის ფაქტი და ზოგადად ის რომ ახლა თქვენ ყვებით იმაზე სადღაც უკაცრავად თუ შეიძლება ახლა თქვენ ისაუბრეთ ხანგრძლივად და მომეცით ახლა საშუალება ვისაუბრო მეც, იმიტომ რომ ჯერ ერთი არასწორია საუბარი, ახლა ამ შემთხვევაში ჩემთან ამ თემაზე მე არ ვიყავი იქ და ვერ არ ვესწრებოდი. მე მაყურებელს ვეტყვი ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ სოზარ სუბარს მიიღო დღევანდელ გაცემაში მონაწილეობა, თუმცა მან არ ვიცი რა მოსაზრებების გამო თავი შეიკავა. სამწუხარო რომ ის არცემს პრინციპში მას ეხება ეს პირადად, მან უნდა გასცეს პასუხი, თუმცა თქვენ ალბათ ხართ მისი ასე ვთქვათ ნდობით აღჭურვილი პირი, მაქსიმალურად და შეძლებთ რომ ის პოზიციები დაიცვათ. მე შემიძლია გიპასუხოთ ჯერ ერთი ვერაფერი ვერ გავიგე, რა მძიმე ფაქტია, მე ჯერ ერთი ეს არ არის. არა, მძიმე ფაქტი რა არის? თუ კი ეს მართლაც იყო და ქალბატონი თეაბრძანებს რომ იყო, რომ ადეიშვილი ამბობდა რას გააკეთებდა სოზარ სუბარი, რომ აკრძალავდა ის და ხარს დაუჭერდა ვიდეო და აუდიო აპარატურის აკრძალვას ციხეებში, გამოყენებას. ამას ბრძანებს ქალბატონი თეა, მე როგორც მივხვდი. ზურა ადეიშვილი მე ძალიან ბევრ ამას ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ამბობდა, მე იყო როდესაც იყო ცხინვალში მოხდა, როცა 40 ოსი ეროვნების მოქალაქეც ამეს და როცა ამის საქმის გარკვევა დავიწყეთ და შესწავლა დავიწყეთ, მაშინ უპასუხა იცი რა მათ უნდა ეშინოდეთ, აბა არ უნდა გავლახოთ, უნდა გავლახოთ, მათ უნდა ეშინოდეთ. ძალიან ბევრ ამას ლაპარაკობდა იმის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი ძალიან დღესაც ბევრ ამას საუბრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეალურად ეს რეალურად ასე მოხდება. ან სახალხო დამცველი იმას გააკეთებს, რაც ზურაბ ადეიშვილს უნდა. პირიქით, ეხლა პრობლემა არის ის, რომ გეუბნები, რომ შენ არ გაქვს არანაირი მცდელობა ხელისუფლებასთან იყო და რაღაც ოპოზიციის აზრებს იზიარებ. ანუ იმ პერიოდში ან მე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი სანამ შესაძლებელი იყო, ცდილობდა გაეკეთებინა საქმე ხელისუფლებასთან უშუალო საუბრით და პირადად ეთქვა მათთვის ეთქვა, იმიტომ რომ რეალურად ახლა ის ბრალდება, რაც მოდის, რომ სახალხო დამცველს დღეს უნდა პოლიტიკური პლატფორმა ამისთვის და ემზადებოდა, ეს მიზანი არ ყოფილა და არც რეალურად არასოდეს ყოფილა, რომ ემზადებოდა რაღაც პოლიტიკისთვის. უბრალოდ სახალხო დამცველი, როდესაც უყურებს უფლება დარღვევას, ეს არის მისი საქმე. ხო, ზედამხედველობა ირღვევა თუ არა უფლებები და მე ცდილობდეს ამის გამოსწორებას, რეკომენდაციას უგზავნი. ძალიან ბევრჯერ დამირეკავს, ძალიან ბევრი ჩინოვნიკისთვის და მithქვამს, რომ ასე საქციელი საქმედება არ შეიძლება. არავინ არ იწყებს ახლა თან რაღაც ეს ერთმანეთ ურთიერთ გამომრიცხავია. თან ბრალდება არის ის რომ შენ რატომ ყველაფერზე განცხადებას აკეთებ პოლიტიკისთვის ემზადები, თან ის რომ თურმე ვიღაცას ესაუბრებოდა. დიახ, ესაუბრებოდა, ყველას ესაუბრებოდა. 2000 როდის იყო 8 წლის 5 იანვარს პრეზიდენტი მოვიდა ჩვენ თანობაში. უნდა მოგვეკეტა, ბევრი იყო მე საუბარი იმაზე, რატომ შემოუშვით და ეს რა იყო. არა, კარი უნდა ჩაგვეკეტა და გვეთქვა არ მობრძანეთ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენთან არ შემოხვიდეთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხშირად მსმენია ესეთი რაღაც, რომ სახალხო დამცველი ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტი, ეს არის კონსტიტუციური ორგანო რეალურად და არა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია. რესურსი ამოიწურა სწორედ ბოლო წლის განმავლობაში ამ საუბრების და ამიტომ გახდა პოლიტიკურად უფრო აქტიური ფიგურა სოზარ სუბარი. როცა შევხვდები, მე თვითონ დავტოვეთ ჩემი თანამდებობა მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ უბრალოდ რეალურად არანაირი შედეგი არ მოყვება. იმას როცა მიდიხარ და გლდანის ციხის დირექტორს ესაუბრები დიდხანს იმაზე, თუ რას ნიშნავს პატიმრების უფლებები. ჩემ სამუშაო ბოლო დღესაც იქ ვიყავი და ვუხსნით, რომ ეს მუშაობა არ შეიძლება და თუ ჩვენ მართლა ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ციხის დირექტორები ასე არ იქცევიან. ჯერ იცით რა ძალიან ესე მაინტერესებს თქვენ ყვებოდით რომ დავდიოდით ციხეებში. დღეს რატომ არ შედიხართ ამ ციხეებში? ესეც საინტერესო რომ არ შევდივართ. და არაფერ საგანგაშოს არ ხედავთ. ანუ იცით რა რაცა ურთიერთ გამომრიცხავია. შეიძლება მე რას ხედავ საგანგაშოს, მე თვითონ გავაკეთებ ამაზე კომენტარს და. რა თქმა უნდა თქვენ გააკეთებთ და მეც მაგ. თუმცა ეს კითხვა არსებობს ქალბატონ თეა, იცით რა შესაძლოა დასრულეთ და მე დავსაუბრებ. არ შეიძლება ესე ვისაუბროთ, იმიტომ რომ დღეს ასე მირჩევნია და ასე შევაფასებ და ასე ვხედავ და ამას ვიტყვი რომ სახალხო დამცველი პოლიტიზირებულია, გუშინ არ იყო პოლიტიზირებული და კიდევ ძალიან თხოვნა დროს საკმარისად გვაქვს ქალბატონ თეა. შეიძლება, როდესაც ესეთ განცხადებებს აკეთებთ, რომ სახალხო დამცველმა თვალი დახუჭა რაღაცაზე, ძალიან მინდა კონკრეტულად მომიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. როდის რომელ საქმეზე დახუჭეთ თვალი? სახელი და გვარი მომეცემა შესაძლოა როდის დახუჭა ბატონმა სოზარმა თვალი თუნდაც ერთ ადამიანს უპირებთ აქ არგუმენტირებულ საუბარს და არა ჭორის დონეზე. ასე ვთქვათ, მეორე არგუმენტი თქვენი, ერთი არგუმენტი გავიარეთ.
მე ნამდვილად არ ვსაუბრობ იმაზე, რომ სახალხო დამცველს არ უნდა ეთანამშრომლა, არ უნდა ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამაზე ბუნებრივი არ მქონია საუბარი. აქ მე მგონი მაყურებელი და მსმენელი ალბათ ძალიან კარგად მიხვდება, რას გულისხმობ. პრინციპების დონეზე არ უნდა იყოს უკან დახევა, ის რაც ადამიანის უფლებებს ავნებს, აქ არ უნდა იხევდეს სახალხო დამცველი უკან, არავის წინაშე, ვინც არ უნდა იყოს ეს, ზურაბადეიშვილი იქნება პროკურორი, თუ ვინმე სხვა. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ აქ სწორედაც მისი უფლებების შეზღუდვაზე წავიდა თანახმა სოზარი, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, ისევე როგორც დღეს არის მიუღებელი ის, რასაც ასე ვთქვათ, ხალხო დამცველის სტატუსით სოზარ სუბარი აკეთებს. ფაქტი, როდესაც იგნორირება მოხდა ადამიანის უფლებების დარღვევის, თუნდაც ერთ-ერთი ფაქტი, რომელზეც თქვენ თუ შეიძლება მივყვები და ხალხო დამცველმა, ასე ვთქვათ, იგნორირება გაუკეთეთ. კი ბატონო, აი მე შემიძლია გავიხსენო უამრავი მაგალითი, მაგალითად ციხეებში რაც ხდებოდა კემულარიას პერიოდში, სახალხო დამცველის, ასე ვთქვათ, უშუალო განცხადებები პრინციპში შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის არ ყოფილა ამ პერიოდის განმავლობაში, თითქმის ვერ მოხერხდა ის, რომ სოზარს გაეკეთებინა კემულარიასა და კოპაძის იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე განცხადებები, რისი კონკრეტული ფაქტებიც ჰქონდა და არა ზეპირი რაღაც, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში როგორც ხდებოდა შემდგომ უკვე მისი მხრიდან ზეპირ რაღაც და არა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განცხადებების გაკეთება კონკრეტულ ფაქტებზე, რომელზედაც მას როგორც სახალხო დამცველს ევალებოდა გაეკეთებინა განცხადება. მე ასევე შემიძლია გავიხსენო სხვა კონკრეტული ფაქტებიც, მაგალითად, როდესაც მე როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს მომეცა უკვე შესაძლებლობა მონიტორინგის განხორციელებისა არა მხოლოდ ციხეებში, არამედ წინასწარ დაკავების იზოლატორებში და ჩვენ ვხედავდით ძალიან ბევრ დაზიანებულ ადამიანს, ნაცემ ადამიანს, ყოველ მეორეს თითქმის იმ პერიოდის განმავლობაში, მე პირადად კვირის განმავლობაში მიწევდა გენერალურ პროკურატურაში შემეტანა დაახლოებით 250-დან 300-მდე განცხადება ჩემი ხელმოწერით, რომელიც იგზავნებოდა გენერალურ პროკურორთან პროკურატურაში საქმის ძიების დაწყების მოთხოვნით და იგივე მასალებს უგზავნებდით სუბარსაც და ის რეაგირებდა. მე გეტყვით, რომ სუბარის აპარატმა მე მისი მოადგილე იმ პერიოდში გახლდათ ბაჩო ახალაია, რომელმაც იგივე ეს გაკეთება დაიწყო, ანუ დაიწყო შემოწმება, შედიოდნენ წარმომადგენლები, ნახულობდნენ ამ პატიმრებს, ექსპერტიზა ტარდებოდა მათი და შემდეგ იგივე ფორმით მანაც პატიმრებთან მიმართებაში განცხადებების გაგზავნა გენერალური პროკურორის სახელზე. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ დაურეკეს ლევან რამიშვილს და ვერ უთხრეს, რომ გაეჩერებინათ თეატ უთბერძე და არ გაეგზავნა მას განცხადებები გენერალურ პროკურატურაში, მაგრამ სამაგეროდ დაურეკეს სოზარ სუბარს და შეწყდა სახალხო დამცველის აპარატიდან იმ ტიპის, ასე ვთქვათ, განცხადებებით მიმართვა გენერალურ პროკურატურისთვის რა ტიპის განცხადებებსაც ის აგზავნიდა. ლევან რამიშვილი მეტად პრინციპული აღმოჩნდა კონკრეტულ სიტუაციაში. ლევან რამიშვილი არც იკადრებდა იმას, რომ ჩემთვის ეთქვა, რომ ეს აღარ გამეკეთებინა და არც მეტყოდა და არც რომც ეთქვა პირდაპირ გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებდი. ძალიან ხშირად არსებობს დაბეჭდილება და მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თქვენი ინსტიტუტი არის ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, ასოცირებული ხელისუფლების ორბიტაზე და ძალიან ხშირად თქვენ მოიაზრებით პირდაპირ მხარდამჭერად ერთ-ერთი გუნდის. მე გეტყვით, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის კრიტიკა ყველაფრის და ყველასი ამ ხელისუფლების, უბრალოდ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლაში და ამ ხელისუფლების მოსვლაში გარკვეული წვლილი თავისუფლების ინსტიტუტსაც მიუძღვის და მე გეტყვით, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას პირდაპირ გეტყვით, რომ ვაცნობიერებთ. მე ვფიქრობ, რომ იქ სადაც გასაკრიტიკებელია, უნდა გააკრიტიკოს და თავისუფლების ინსტიტუტს არასოდეს უკან არ დაუხევია იმ კრიტიკაზე, რომელსაც თვლით, რომ იყო საჭირო, მაგრამ იქ სადაც არის საჭირო დახმარება რეფორმების გატარების პროცესში, ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ მომავალშიდაც და უფრო მეტი შემიძლია გითხრათ, ამას ვაკეთებდით და ვცდილობდით გაგვეკეთებინა შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდშიდაც არაერთხელ ყოფილა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების შეხვედრა მაშინ ბატონ ჯორბენაძესთან, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახდა, იყო დაპირებები, რომ დაიწყებოდა რეფორმები ბევრი მმართველობით განათლების, სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ვხედავდით, რომ ეს დაპირებები რჩებოდა დაპირებებად და რეალურად არაფერი არ კეთდებოდა, შემდეგ ამიტომ ხდებოდა ჩვენი დაპირისპირება იმ კონკრეტულ ვანო მერაბიშვილი თუ გაკრიტიკებია თოდესმე. ძალიან ხშირად. ზურაბადეიშვილი მისი უწყება ბუნებრივია და ის ბუნებრივია ისევე პიროვნულად თქვა, როგორც ამ წუთში სოზარ სუბარს აკრიტიკებთ. დიახ, თქვა თქვენ შეგიძლიათ როგორც ჟურნალისტმა ამოიღოთ
გარკვეული ასე ვთქვათ მასალები არქივიდან რამდენი თემასთან დაკავშირებით კონკრეტული თემები ყოფილა რომ შეიძლება გაგახსენოთ მე სამწუხაროდ არ მახსოვს. მაშინ როდესაც მიმაჩნდა რომ პროკურატურა არ იძიებდა ყველა იმ საქმეს რომელიც უნდა გამოეძებია. მაშინ როდესაც მიმაჩნდა რომ პოლიცია არ ღვევდა ადამიანის უფლებებს და სცემდნენ დაკავებულებს წინასწარ დაკავების იზოლატორში და უამრავი ასე ვთქვათ პრესკონფერენცია, უამრავი განცხადება, უამრავი საჩივარი ყოფილა შესული როგორც ერთ ასევე მეორე უწყებაში. 2006, 2007, 2008 წლებშიც? 2006, 2007 და 2008 წლებშიც ყოფილა კონკრეტულ ასე ვთქვათ დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივარი როგორც ერთ ასევე მეორე უწყებაში. მაგრამ როდესაც მე შემიძლია ბევრი გამოგიგზავნოთ კიდეც, მე ასევე შემიძლია გითხრათ ისიც რომ იყო საუბარი რომ რატომ აღარ საუბრობთ შეიძლება კაბატონთე აი იმ მოდით იცით რა არა ვიდრე გავევლით ამ თემას მაგალითად გირგვლიანის თემა გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით მე სამწუხაროდ თუ შეიძლება აი გვაზაგაშვილი ცნობილი საქმეები რობაქიძე აიხლაც გამცემლიძეა ცნობილი ძალიან წუხვარ და დიდი ბოდიში მათთან ვისი გვარებით ჩვენ არ ვიცით ამ დრომდე სამწუხაროდ განსხვავებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან და კიდევ ბევრი ადამიანისგან არ არის ცნობილი და არაცნობილი საქმეები, ჩემთვის არის ადამიანის უფლებები, რომელიც შეიძლება ირღვევოდეს და ირღვევა და ყველა ადამიანის უფლება ჩემთვის არის ერთი და იგივე დარღვეული უფლება ადამიანის. მე შემიძლია გითხრათ იგივე, კი ბატონო, მე შემიძლია გითხრათ იგივე აი იმ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით და მე გარწმუნებთ თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ იმ ადამიანებთან ის, რასაც მე გეტყვით. როდესაც ეს კონკრეტული შემთხვევა მოხდა, მეორე დღესვე ჩვენს ოფისში იყვნენ მოსულები ყველა ის ადამიანი, ვინც იმ მანქანაში ისხდნენ რობაქიძესთან ერთად და ყვებოდნენ რა პრობლემა, რა მოხდა იმ კონკრეტულ ვითარებაში. მე როდესაც ვნახე პირველი კადრები პატრულში გასული, სადაც იარაღი გადმოტანილი მანქანიდან, რომელიც თითქოს ამ ასე ვთქვათ ახალგაზრდებს აღმოაჩნდათ და მათზე ფოთლებს ასე ვთქვათ ესე გადააცვლიდნენ ძალიან კარგად ეს პოლიციის თანამშრომლები ეს იყო მე თუ არ ვცდები 2006 წელი. კი ბატონო, თუ შეიძლება დამასრულებინეთ ძალიან გთხოვთ, მაგრამ სულ ხო არის საუბარი. იცით რა? შეიძლება წარმატებით თქვენი ეთერი გააკეთოთ. მე რა მინდა გითხოთ ქალბატონ სოფიო, იყო თუ არა თემები განსასწრები არა რომ ძალიან აქტიურობდა, ერთ წუთი აქტიურობდა ქალბატონ თეა ბრძანებს ძალიან ბევრი საინტერესო საზრო ქალბატონ თეა, იქნებ თქვენ გაიხსენოთ თუ იყო რომელიმე ცნობილი თემა, რომელშიც თქვენ თანამშრომლობთ თავისუფლების ინსტიტუტთან. აპროტესტებდით თუნდაც კულუარულ დონეზე ან ოფიციალურ დონეზე თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში მე შემიძლია ვილაპარაკო ბოლო 3 წელიწადზე. ბოლო 3 წლის განმავლობაში არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა. ერთი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ქალბატონი არ იყო თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი და იყო ადვოკატი, როცა პაპიაშვილზეა საუბარი დირექტორზე დედოფლის წყაროში ჩვენ თქვენ უბრალოდ იყავით დირექტორის ადვოკატი და დღესაც რაღაცა გადაკვეთები ყოფილა როგორც დირექტორის ადვოკატის, სკოლის დირექტორის. ანუ მე ესეთი დაინტერესებული თუ შეიძლება დავასრულებ. პირადი ინტერესებით იყო, ასე იგი ესეც ეს ჩარევაც განპირობებული. არა, ის იყო როგორც ვიცი. მე ადვოკატობის უფლება პირდაპირ გეტყვით რომ არ მაქვს საადვოკატო გამოცდები ჩაბარებული და როგორც ადვოკატი ვერ ვიქნებოდით. ქალბატონ სოფიო, განაგზეთ თუ იყო ეს იყო ის განცხადება, რა განცხადებაც გააკეთა. ანუ ადვოკატირება ანიშნავს მაინც და მაინც მხოლოდ ადვოკატის მოწმობის ქონას ადვოკატირება ნიშნავს ადამიანის დაცვას. კარგით, ახლა ამაზე არ გვინდა საუბარი ზოგადად განათლებაზე და ენების ოდნაზე. თუ შეიძლება მინდა გითხრათ, ახლა მე გისმენთ, ანუ საუბრობთ, ახლა ყველაფერი შეიძლება ვთქვათ, ანუ თქვენი საუბრიდან გამოდის ის, რომ თავარი უფლება დამცველი ქვეყანაში ბაჩუახალაია ყოფილა და ყველაზე უკაცრავად მე მაქვს უფლება შევაფასო და ჩემი მოსაზრება გამოვთქვა, ისევე როგორც თქვენ გაქვთ თქვენ უფლება გამოვთქვა თქვენი მოსაზრებები. ბაჩუახალაია გამოდის ყველაზე ესეთი სერიოზული უფლება დამცველი და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ყველაზე უპრინციპო ადამიანი. ეს არის ის, რაც თქვენ ახლა თქვით და ასე გამოდის. ახლა რაც შეეხება იმას, რა ხდებოდა 2004 წლის 16 სექტემბერს დაინიშნა სახალხო დამცველი სახალხო დამცველად. უბრალოდ ხო 2004 წლის 16 სექტემბერს. მას შემდეგ 2005-2006 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები და მეთანხმებიან ძალიან ბევრი მე სხვაგან გადავიდა სხვაგან მუშაობს. პრაქტიკულად ამ 2 წლის განმავლობაში ღამე, დღისით, ანუ პრაქტიკულად ეს არ იყო რაღაც როგორ გითხათ, აი კვირაში ერთხელ არა, პრაქტიკულად თითქმის ყოველ დღე მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდნენ და აკეთებდნენ, ანუ სწორედ ამ მონიტორინგზე დადიოდნენ. ამის შედეგი იყო და ძალიან ხშირად უთქვამს მე სახალხო დამცველს, რომ პრაქტიკულად შეწყდა იმ პერიოდში წამების ფაქტები
დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ეს არის ფაქტები და ამას თანამშრომლობა იყო ქალბატონ არა, საბოლოო 3 წლის განმავლობაში თავისუფლების დიახ, აი ეს მაინტერესებს რომ კონკრეტულად გითხრათ. მას შემდეგ რაც სოზარი მას შემდეგ რაც სოზარი გახდა პოლიტიკოსი და არა სახალხო დამცველი, მას შემდეგ თანამშრომლობას ერთი წუთი ესე იგი არ იყო სახალხო დამცველი, დაიწყო ლაპარაკი და შეფასება და ხმამაღლამაზე საუბარი, ახლა პოლიტიკოსია. გასაგებია მოსაზრება თქვენი ქალბატონ სოფია მოусმინოთ მაყურებელს თუ მსმენელს. გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. სალამ მშვიდობის ქალბატონო ნინო, ქალბატონო სოფო. გამარჯობა. შეკითხვა მაქვს თიასთან. დიახ. მისი საყვარელი გამოთქმით, რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს საქართველოს სკოლის დირექტორების უფროსად. დიდი მადლობა ჩვენ ამ ერთი წუთით მაცადეთ. კი ბატონო, თელმა საქართველოს მიცის როგორი სტუდენტი იყო და საერთოდ რას წარმოადგენს თია თუთმერიძე. ეს შეიძლება კორექტულად საქართველოს სირცხვილი. კარგით, მადლობა, დიდი მადლობა. ბატონ თიას ექნება საშუალება რომ გასცეს ამ შეკითხვას პასუხი და თავისი კომენტარიც გააკეთოს მხოლოდ რეკლამის შემდეგ. დროებით. მედია პროექტი უცნობი კავკასია. პროექტი უცნობი კავკასია ეთერში ბრუნდება ქალბატონებთან სოფიო ხორგუანთან და თეა თუთბერიძესთან ერთად რეკლამამდე ვიდრე რეკლამაზე გავედით, ქონდა ზარი, სატელეფონო ზარი, შეკითხვა იყო ქალბატონ თეასთან, რამდენად კომფორტულად გრძნობს ის თავს სკოლების დირექტორად. მე განვარდა, რომ ხშირად ხდება ხოლმე და ძალიან ისეთი გავრცელებული მოსაზრებაა ამ ქალაქშიც და ამ ქვეყანაშიც, რომ თავისუფლების ინსტიტუტი ძალიან ხშირად ცდილობს თავისი იდეოლოგიური გავლენის მოპოვებას ძალიან ბევრ სფეროზე, განსაკუთრებით განათლების სფეროზე, განსაკუთრებით ეს თქვენ ხელგეწიფებოდათ. მეც მაქვს ამის შესახებ ძალიან ხშირად მოსმენილი ინფორმაცია გავლენების, ასე ვთქვათ, გავრცელება გიანოდიას მინისტრობის პერიოდში. მე პირდაპირ გეტყვით, რომ თავისუფლების ინსტიტუტი ცდილობს და შეცდება მომავალშიდაც მოახდინოს გავლენა ყველა იმ პირზე, ვისაც რეფორმების გატარებაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ ის რეფორმები, რომელი რეფორმებიც დაიწყო, გაგრძელებული იყოს და მივიდეს ბოლომდე. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ყოველთვის შევეცდები ამას, რომ ის რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, განათლების, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს, სასჯელ ახსნილების დეპარტამენტის და ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, რომელიც დაიწყო მივიდეს ბოლომდე, ამ მიმართულებით გარწმუნებთ, რომ მომავალშიდაც გავაგრძელებთ. სახალხო დამცველის აპარატი გამორჩა. არა, სახალხო დამცველის აპარატი სამწუხაროდ რეფორმირებას ჯერჯერობით ვერ დაექვემდებარა. გავაგრძელებთ თუ შეიძლება. ვიდრე განაგზავნეთ ქალბატონ სოფიოსთან მაქვს შეკითხვა. რა იყო ის რეფორმა, რომელშიც უნდა ჩამჯდარიყოს ოზარ სუბარის უწყება და ვერ ჩაჯდა? რა რეფორმაზეა საუბარი, რა ვერ გაიარა, რა გამოცდა ვერ ჩააბარა და თქვენ თუ გაქვთ თქვენი კრიტიკული მოსაზრებები, თქვენ იმ უწყების მიმართ, რომლის წარმომადგენელი სულ ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ვიყავით, მე დავაზუსტებ, რომ ქალბატონი სოფიო ხორგუანი უკვე აღარ არის მოადგილეს ოზარ სუბარის და ის გახლავთ რესპუბლიკური პარტიის წევრი. დიახ, შეეხება რეფორმას როცა არის რეფორმირება საუბარი, ანუ რეფორმა იმისთვის კეთდება, რომ რაღაც გაუმჯობესდეს, ან ზოგადად რაღაც პრობლემა გვაქვს და ამ პრობლემას რაღაც თავი მოვაგვაროთ. ხო, ეხლა სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობა იმ ფარგლებში, იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რაც არსებობს, ამაზე უფრო მეტი ვერ წარმომიდგენია სიმართლე გითხრათ. და რაც შეეხება იყო ერთი პერიოდი, იყო მცდელობა, რომ სახალხო დამცველს ხოთაშორის მაშინ თავისუფლების ინსტიტუტი უჭერდა ამას მხარს, რომ უფრო მეტი უფლებამოსილება ქონოდა სახალხო დამცველს. და თუმცა მაშინვე თავიდანვე, აი თქვენ თეა მოყვა აქ შეხვედრას ომასთან, პროკურორთან, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ცნობილი იყო ის, რომ ზურა ადეიშვილი არ დაუშვებდა იმას, რომ სახალხო დამცველის ფუნქციები გაზრდილიყო. სწორედ ამიტომ სახალხო დამცველის სოზარის ინიციატივით ეს კანონპროექტი მიხვდა, რომ ანუ რეალურად ვერ გაიტანდა ამას, მაგრამ როცა იყო ეგ საგამოძიებო ფუნქციებზე საუბარი, ამიტომ მოდით გავყოთ პირველ ეტაპზე, პირველი ნაწილი ეს იქნება ის, რომ კონდეს სახალხო დამცველის იმის უფლებას, რომ მან შეიტანოს აუდიო-ვიდეო აპარატურა და გარდა ამისა, მან დანიშნოს ექსპერტიზები, რეალურად ამის უფლება. ეს ესეთი მცდელობა იყო. ისე რომ არ ჩაეჭრა, გაქვთ ეს მიღებული ფორმა. ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, რომ აქ, როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ გაზრდილიყო სახალხო დამცველის უფლებები და მას ჰქონოდა საგამოძიებო, ასე ვთქვათ, უფლებამოსილებაც იმ კონკრეტულ ვითარებაში, რაზეც პროკურატურა შეიძლება სხვადასხვა მიზეზების გამო არ იძიებდა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც მაგალითად პროკურორის მხრიდან ჰქონდა ერთ-ერთი პროკურორის მხრიდან კონკრეტული ფაქტი, როცა
მან იარაღი ჩაუდო დაკავებულ სპირში და დააშინება და ცემო მოხდა იმ ადამიანის და კიდევ სხვა კონკრეტული ვითარებები და ამ კონკრეტული შემთხვევების გამოძიებას არ ახდენდა გენერალური პროკურატურა, მაშინ ჩვენ სწორედ გამოვედით იმ ინიციატივით, რომ გაზრდილიყო სახალხო დამცველის ფუნქციები და სამწუხაროდ ჩემ და გასაკვირად ეს იყო აბსოლუტურად თამას ვერავინ თქვენ იგივე სყვებით ახლა მე სწორედ ამის ახსნას დიდი ბოდიშით რა ახსნას ვსtildeობ ესე იგი შეიძლება დავასრულებ იყო ის და ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი ჩემთვის რა ვერ ამიხსნით თქვენ სოზარის მაგივრად დიდი ბოდიშით რა თუ შეიძლება დავასრულებ გაგება ვერ გაიგებთ ხალბატონთია მე ვცდილობ აგიხსნათ რატომ მოხდა ამ ნაწილის გახსნა ესე იგი შეიძლება მოცეთ უფლება რომ დაასრულეთ მე პირდაპირ გეტყვით რომ ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა რომ სახალხო დამცველმა თავად განაცხადოს უარი მისი უფლებამოსილების გაზრდაზე თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ 2005 წელს იყო ეს კონკრეტული ვითარება თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ გაზეთი 24 საათი გაკეთებული განცხადება ბატონი სოზარ სუბარის როდესაც ის ამბობს რომ ის არ არის თანახმა გაიზარდოს მისი უფლებები მე პირდაპირ გეტყვით რომ სოზარ სუბარს შეიძლება პირადად არ ქონდეოდა ამის სურვილი რომ გაზრდილიყო მისი უფლებები მაგრამ სახალხო დამცველის როგორც სახალხო დამცველის უფლებების გაზრდაზე უარის თქმის უფლება მას არ ქონდა იმიტომ რომ აქ ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებზე იყო საუბარი და არა კონკრეტულად სოზარს რა უნდოდა და რა არ უნდოდა სამწუხაროდ ზურა ადეიშვილის პოზიცია და მისი სურვილი რომ არ გაზრდილიყო და ეს უფლებამოსილება გარკვეულწილად ის რაც პროკურატურას აქვს ნაწილობრივ არ გადასცემოდა სახალხო დამცველს ეს აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია რატომ განაცხადა თავად სოზარის სუბარმა იმეორებთ გაუგებარი რომ არ იყოს იქნებ ხალბატონ სოფიას მივცეთ საშუალება აგიხსნათ რატომ მოხდა ასეთი რამ თუ მოხდა სწორედ იმის გამო რომ თავისთავად ცხად იყო და სამწუხაროდ ძალიან ხშირად მე ძალიან ბევრჯერ გიწევდა იმის მიღწევა, რაც რეალურად მარტივად მისაღწევი უნდა ყოფილიყო, რაღაც შემოვლითი გზებით. ეხლა მომყვებით და თუ მაცრით, მეც მოვყვები ამას. ანუ როდესაც იყო საუბარი უფლებამოსილების გაზრდაზე, აგერ იყო პროკურორის ზურაბ ადეიშვილის განცხადება და არა მარტო მისი და ზოგადად თავისთავად ცხადი იყო და ეს მე ვიცი სახალხო დამცველისგან, სოზარისგან პირადად ვიცი ეს ინფორმაცია, როდესაც მისთვის ცნობილი იყო, რომ ასეთი დამოკიდებულება იყო გენერალური პროკურორის მხრიდან, რომელიც პრაქტიკულად დღეს ხუთეულშია თუ სამეულშია რომელიც მართავს ამ ქვეყანას, მისთვის გასაგები იყო, რომ ფართო უფლებამოსილებით ამ კანონპროექტის გატანა არ მოხდებოდა. შესაბამისად, ესე ვთქვათ, ესეთი გზით წავედით, რომ ის მცირე, რაც ყველაზე მინიმალური, რაც აუცილებელი იყო, რასაც დღემდე ვითხოვთ და დღემდე ეს კანონპროექტის სახე აქვს და წინ არ წასულა და ეს ახლა ვითხოვთ, მაშინ თუ არ ითხოვდა, ახლა ვითხოვთ და ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ და ითხოვენ სხვებიც, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ აქვს. ახლა 2004 წელს უნდა ვრჩებით და 2005 წელს უნდა ვრჩებით. დღეს რა ხდება ამასთან დაკავშირებით, ხო? დღეს რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე? ეხლა ითხოვს სახალხო დამცველი, კარგი, დავუშვათ, უკაც გეტყვით, ისა ქალბატონო თია უკაცრავად, ერთი დავასრულებ თუ შეიძლება, დავასრულებ, არა, მე განაგზობ ხოლმე. რატომ არ აქვს დღესაც? არა, მე პირდაპირ გეტყვით. მითხარით ეს შეკითხვა. შეკითხვა. არ აქვს იმის იმედი, რომ რასაც ითხოვს გავარ. რატომ არ ითხოვდა მაშინაც და რატომ განაცხადა თვითონ რომ ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ქალბატონო სოფიო დაასრულეთ. ითხოვთ, ანუ გასაგებია ის რომ 2005 წლის შემდეგ, როცა არის ამაზე საუბარი, დღესაც არა გაქვს და დღეს სიმართლე გითხრათ, რის იმედი გვაქვს, იცით და ძალიან ხშირად ამას ვაკეთებდით ქალბატონ თია. როდესაც იყო რაღაც თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი ჰქონდა. ეხლა, როდესაც ამ თემაზე საუბარი, გადაღებაზე, როცა აუდიო და ვიდეო გადაღებაზე საუბარი, თქვენ იცით, აქ არის ოპკაზე საუბარი, ხო, როცა წამების პრევენციის მექანიზმი უნდა გახდეს სახალხო დამცველის ოფისი და იმედი გვაქვს ეხლა ბოლო წუთამდე ესე იყო იმის იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად მოხდებოდა ის, რომ ამ კანონს მიიღებდნენ, რომ სახალხო დამცველს მიეცემოდა ექსპერტიზის დანიშნვის საშუალება და აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთების საშუალება. ძალიან ხშირად თვითონ განაცხადა უარი და ეხლა ქალბატონო თეა, თქვენ შეგიძლიათ ბევრჯერ გაიმარჯვოთ სამწუხაროა. ბევრჯერ კი არა, უამრავჯერ გამეორე ეს არის რა თქმა უნდა. არა, ესეა, იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედა, გასაგებია, გეთანხმებით, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ძალიან შორს არის რეალობისგან, რეალობა არის ძალიან შორს რეალობისგან არის შორს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევდიოდი და ვიღებდი და ვაკეთებდი და თქვენ ნინო ზურიაშვილი შეგიძლიათ დაურეკოთ და კითხოთ და მიიღოთ მისგანაც ინფორმაცია, რამდენჯერ მომხდარა კამერის შესვლა და გადაღება ციხეში და მას შემდეგ რაც სოზართან ზურა ადეიშვილთან და კიდევ ბევრთან ერთად
ზუსტად მოხდა ამაზე შეთანხმება, რომ სოზარი ამ უფლებას აღარ მოგცემდა და ჩამოგვართო ეს უფლებამოსილება, ამაზე თქვენ რა პასუხი უნდა გაგაცნობთ? აქვე ხდება შეკითხვა, თქვენ რატომ საუბრობთ ამაზე 2009 წელს 2020 წელს კომპრომისები დაუშვა სახალხო დამცველმა? მე პირდაპირ გეტყვით, რომ მაშინაც საუბრობდი ამაზე, ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი პრობლემას ხედავდი მაშინაც, რომ სახალხო დამცველი იყო უპრინციპო და ის ხელისუფლების ესეთ მოთხოვნას როდის გააკეთეთ ესეთი განცხადებები? ხალბატონ თეა, რაღაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით მედიაში ჩართული, სოფო ჟურნალისტი იყო მაშინ მე როგორც მახსოვს. არ გახსოვთ, მე შემიძლია შეგახსენოთ, რომ ასეთი ტიპის აქტივობა მაშინ არ ყოფილა, როგორც ახლა აქტიური ბრძანდები. არ მოიწვევდით სტუმრად და არ თქვენ ძალიან ხშირად იყავით ყველა იმ გადაცემის სტუმარს, სადაც მე ვიყავ ხოლმე, მე მახსოვს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ აი ამ კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებაში რაც შეეხებოდა ვიდეო და აუდიო წერაზე აგრძალვას და ამაზე სოზარის თანხმობას, მე არაერთი განცხადება მაქვს იმ პერიოდში გაკეთებული და მithქვამს, რომ ეს არის უპრინციპობა და ეს არ შეიძლება ყოფილიყო სახალხო დამცველის მხრიდან ასეთ რამეზე თანხმობა გამოცხადებული გენერალური პროკურორის წინაშე და ხელისუფლების ამ მოთხოვნაზე, ასე ვთქვათ, დათანხმება და დაყოლება. პირდაპირ პრობლემა იყო ის, რომ სოზარი იყო იმ პერიოდში უპრინციპო და პრობლემა არის ის, რომ დღეს ის გახდა დღეს პრინციპული კი არა, დღეს ის გახდა პოლიტიკური ფიგურა და არა სახალხო დამცველი. იქნება არ არის ცუდი თუ კი უპრინციპო ადამიანი პრინციპული გახდება, ხალბატონ თეა. ან თქვენ სხვადასხვა პოლისებზე ხო არ დარჩით, ხალბატონ თეა, რა მინდა გითხოთ? თქვენ ბრძანეთ, რომ ის თავისუფლების ინსტიტუტის წევრი იყო. კი ბატონო. აქვე ბრძანეთ, რომ თქვენ გავლენების მოპოვებას ყველა სფეროში, ყველა ინსტიტუტზე ვცდილობთ. თქვენ ხომ არ დაკარგეთ მასზე გავლენა, სწორედ ამიტომ ხომ არ ხართ ასე გაღიზიანებული მისი მიმართებით. არა, უკაცრავად, ეხლა გავლენის დაკარგვა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე გავლენა არ გავლენა, ეს ჩვენთვის მიზანი არ იქნებოდა, იმიტომ რომ ყველაფერზე და ყველგან გავლენაო ჩვენი მიზანია, თქვენ ბრძანეთ, თქვენ სიტყვებს ვიშველიებ. მოსილება, რასაც ახორციელებდა სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მერე უკვე მე პირადადაც მომეცა, როგორც წარმომადგენელს პრეზიდენტისას სასჯელ ახსნების დაწესებულებებში და წინასწარ დაკავების იზოლატორებში და შეზღუდული, ასე ვთქვათ, დახურული ტიპის დაწესებულებებში. და ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა, 21 ადამიანი იყო იმ, ასე ვთქვათ, ბრძანებულების თანახმად. რაიმე სიგნალებს უკაცრავად მე ხალბატონ სოფიოსთან მაგ შეგვითხრა. ხალბატონ სოფიო, სახალხო დამცველის აპარატი გზნობდა თუ არა რაიმე სიგნალებს მესიჯებს ეგრეთ წოდებულს გზავნილებს არასამთავრობოთა სექტორიდან, რომ ისინი ცდილობდნენ რაღაცა ტიპის გავლენებს სოზარ სუბარზე და მან ეს გავლენები არ მიიღო. თუ შეიძლება ეს თემა გავშალოთ. ეს მესიჯებს და სიგნალებს ღებულობდით. მაგალითად ეს ხდება შარშან 2000 წინ 2007 წლის ნოემბერში, როდესაც ჩემს თანამშრომლს ბაგრატ ქირიას ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ის თუ გააგრძელებდა ეს საქმიანობას, ის თავის ჯიბეში აღმოაჩენდა ნარკოტიკს. და ესეთი ტიპის მესიჯები მე საუბრობ ხალბატონი თეას ინსტიტუტზე, თავისუფლების ინსტიტუტზე, აი თუ გზნობდით რაღაცა სურვილებს მათი მხრიდან, რომ სურვილებს რომ ყოფილიყო გავლენები, აი ეს გავლენები სწორედ. მე თავისუფლების ინსტიტუტს აღარ ქონია ურთიერთობა სახალხო დამცველის ინსტიტუტთან. ჩვენი მიზანი სახალხო დამცველის ინსტიტუტთან მიმართებაში და ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ეს ინსტიტუტი გამხდარიყო დამოუკიდებელი, გაძლიერებულიყო და ყოფილიყო. რა იყო თქვენი მიზანი, ხალბატონ სოფიო, რომ დასუსტებულიყო სახალხო დამცველის ინსტიტუტი? ამ ლოგიკით ესე გამოდის. იცით რა, ჯერ ერთი ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის ის, რომ ჩვენ ლაპარაკობთ პიროვნულ თვისებებზე, რაღაც უპრინციპობაზე და პრინციპობაზე, თუ შეიძლება ესეც არის ძალიან ისეთი თემა. ანუ თუ სახალხო დამცველის პრობლემა იყოს, არა, ზოგადად მე ასე ვფიქრობ, რომ ის არ არის უპრინციპო ადამიანი, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, ეხლა ვისაუბროთ ვიღაცა კონკრეტულად ნებისმიერი ადამიანის პიროვნულ თვისებებზე, როცა როცა ლაპარაკობთ ინსტიტუტზე, რეალურად, იმიტომ რომ ეს არის ინსტიტუტი და ძალიან ბევრი შეფასების თანახმად ის არის ერთადერთი ადმინისტრაციული ორგანო და ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც არის შემდგარი. თქვენ შეიძლება თქვენი მოსაზრება გქონდეთ, მაგრამ პრაქტიკულად რა არის დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, ამას შეაფასებს საზოგადოება და ამას აფასებს საერთაშორისო საზოგადოებაც. ჩვენ რომ ყოფილიყავით არაობიექტური და ძალიან მძიმე მდგომარეობაში უპრინციპო რაღაც პოლიტიკური გავლენების ქვეშ მყოფი ორგანიზაცია, ჩვენ პრაქტიკულად ინსტიტუტი არ ვიარსებებდით დონორების შემოწირულობის ხარჯზე. პრაქტიკულად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ იზრდებოდა ბიუჯეტი და რომ არა გაეროს დახმარება, ევროკავშირის დახმარება, დღესაც ევროკავშირის დიდი პროექტი დაიწყო და თუ შეიძლება ახლა ასეთ ინსტიტუტებს ხომ მაიცემთ პატივს, ხო? მე თუ არ მენდობთ საკუთარი ხალხი თუ მიგაჩნიათ უგუნურად, რომელიც ვერ დაინახავს სოზარი პრინციპული ადამიანი თუ არ არის პრინციპული საერთაშორისო. თუ თქვენ ასე ბრძანებთ ახლა უკაცრავად სახალხო დამცველის რეიტინგი არის მაღალი. საზოგადოება მისი რეიტინგი
საზოგადოება მისი რეიტინგი შეაფასა. ქალბატონთეა მასშეული კომენტარი გააკეთეს რეპლიკა ისევე როგორც თქვენ ნაკეთებთ მის მოსაზრებას. დავასრულებ თუ შეიძლება. სახალხო დამცველმა გააკეთეთ სახალხო დამცველი შეაფასა საზოგადოებამ და მას აქვს ძალიან მაღალი ნდობის რეიტინგი. თქვენ მიგაჩნიათ რომ ეს არ არის სწორი, კარგი არ ენდობით საკუთარ ხალხს, ენდობით ალბათ გაეროს, ენდობით ალბათ ევროკავშირს, ენდობით ალბათ ევროსაბჭოს, რომ ყოფილიყო ესეთი ტიპის პრობლემები ჩვენ ასეთი ტიპის დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არ მივიღებთ. უკაცრავად დიდი ბოდიში პირდაპირ რომ დახმარება სახალხო დამცველის ოფისი ადრეც იღებდა სანამ სოზარ სუბარი გახდებოდა სახალხო დამცველი, ძველი ომბუდსმენებიც რომლებიც არა ესეთი მასშტაბით როგორც დღეს. ესეთი მასშტაბით თუ ისეთი მასშტაბით არასამთავრობო უკაცრავად. თუმცა მას შემდეგ რაც ბიუჯეტიდან ფულის მიღების პრობლემა შეიქმნა, ეს დახმარებები გაიზარდა რამდენადაც მაქვს გაიზრდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების დანიშნულება ზუსტად ის არის, რომ მიმუშაონ კონკრეტულ ინსტიტუტებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანის თუმცა მათთან ვისაც მეტად ენდობიან ქალბატონთეა და ასია მედიაში ასია არასამთავრობო სექტორში ყველგან. ქალბატონ ნინო, სახალხო დამცველის ინსტიტუტი შედგა თუ ვერ შედგა, გახდა დამოუკიდებელი თუ ვერ გახდა, ეს ამ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, რომ არ შეუშლის ხელს და არ უშლიდა აქამდედაც საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარება გაეწიათ სახალხო დამცველის ჩვენი მაყურებლის შეკითხვა თუ შეიძლება როგორც მატყობინებენ არის ძალიან ბევრი ზარი და ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ყოველ ეთერ შემოშვებას გისმენთ. ალო? დიახ გისმენთ. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, სოფიო. გამარჯობა. თქვენ წინვალე და ღირსეული მამულიშვილები ბრძანდებით. შეკითხვა მაქვს თია თუთბერიძესთან. გისმენთ. შეიძლება მესამეც. ძალიან გთხოვთ. მოკლედ თუ შეიძლება და ჩვენ ჩავიწერთ კითხვებს და შემდეგ გაგცემთ მითამიდურულოდ პასუხს. თია თუთბერიძეს პირველ რიგში რა მორალური უფლება აქვს ბატონ სოზარ სუბარს სოზარიც მოიხსენიებს. მას პირადი მეგობრები ვართო ქალბატონო, გითხრათ დასაწყისში ყოფილიო. პირდაპირ ეთერი ქართული საზოგადოებრივობა უსმენს ამას და ელემენტარული ეთიკური ნორმები უნდა დაიცვას, ამდენი უნდა იცოდეს. ქალბატონმა თიამ ბრძანა რომ მას საადვოკატო მუშაობის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ მას გამოცდები არ ჩაუბარებია. ამაში ეჭვიც არ მეპარება, იმიტომ რომ 9-ჯერაც რო გავიდეს ეგ გამოცდებზე მაინც ვერ რა იცით ქალბატონო ეს? მადლობთ ქალბატონო. კარგად მახსოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი თანამშრომელი გახდით, მაშინ როცა თქვენ თვალსხმელიანი არაერთი გამოცდიდან გამოსულხართ, მაშინ როცა თქვენ გამოცდებს ვერ აბარებდით და დიპლომიც ვერ აიღეთ. მაინტერესებს ეხლა მაინც თუ გაქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი და მეორე, სად ავლებთ ზღვარს? აი როგორ გავიგოთ, ტრელო პეპელა ნუც გაფრინდები და ნუც მოფრინდებიო. ერთის მხრივ ამბობთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი იყო უპრინციპო, ანუ ვერ აკეთებდა ვერანაირ მწვავე განცხადებებს და მეორე მხრიდან ამბობთ, რომ აი მან დაიწყო მწვავე განცხადებების გაკეთება და აი ეს უკვე პოლიტიკური დიდი მადლობა ქალბატონო, უღრმესი მადლობა. თქვენი მხრიდან სრულ ბრალ დიახ, მადლობთ. მორალურ უფლებას ეს თქვენი უფლება, თქვენ გნებავთ ასე მოიხსენებთ, გნებავთ ისე, მაყურებელი შეაფასებთ. გამოცდები, დიპლომი, მართლა ყველა საინტერესებს ეს შეკითხვა ჩდება. გავცემ ამაზე პასუხს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეხლა ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს, თავის შეხედულება ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებაში, ისევე მე როგორც მე მაქვს გარკვეულ ადამიანთან მიმართებაში ჩემი შეხედულება, ეხლა ის ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონდათ ჩემი, ასე ვთქვათ, საქმიანობა უნივერსიტეტში და პირდაპირ გეტყვით, რომ არასოდეს არ მქონია ის განცდა რომელიმე გამოცდაზე შიშის განცდით შევსულიყავი და პირიქით მაგაღიზიანებდათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჩემ ლექტორებს, როდესაც აკანკალებული არ თხოვდი ნიშნის დაწერას და მე დღესაც ვერ ვიგებ იმ სტუდენტებისას, ვინც ესეთები შედიან და თხოვენ ხოლმე ლექტორებს, რომ არ დაუწერონ მაღალი თუ ასე ვთქვათ დაბალი ნიშანი. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანებს მე მყავდა კარგი ლექტორები, თუმცა არა ასე ვთქვათ ბევრი, სულ რამოდენიმე შემიძლია ვთქვა, მაგრამ მყავდა ძალიან ბევრი ისეთი ლექტორი, რომელსაც დღესაც ვთვლი, რომ არ უნდა ყოფილიყვნენ უნივერსიტეტში და მათ არ უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა სტუდენტებისთვის ესწავლებინათ. სწორედ ამიტომ იყო, რომ როინმე ტრეველის მიერ შექმნილი იმ სისტემას უპირისპირდებოდი, თუმცა სამწუხაროდ დღესაც დიახ, რა თქმა უნდა, მე დამთავრებული მაქვს უკვე უნივერსიტეტი, ასე რომ შემიძლია დავამშვიდო ჩვენი მსმენელი. და პრინციპულობასა და უპრინციპულობის ზღვარს სადავლებთ. მე პირდაპირ გავიმეორებ კიდევ ერთხელ თუ გაუგებარი აღმოჩნდა, უპრინციპო იყო სოზარ სუბარი, როდესაც ის რაზეც მე ვისაუბრე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველ დანიშნის შემდეგ ვერ ახერხებდა იმას, რომ დაპირისპირებოდა და არათუ დაპირისპირებოდა დაეცვა ის უფლებები, თავის უფლებები და ის კანონით მინიჭებული მისთვის უფლება, რომელსაც ასე ვთქვათ, კანონი ანიჭებდა, მას გამოეყენებინა
დაეღებინა. ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედაც რომ უპრინციპობა, მე პირდაპირ გეტყვით რომ ის ამ წუთში არათუ პრინციპული, არამედ ის არის ოპოზიციის, ასე ვთქვათ, ოპოზიციონერი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აკეთებს განცხადებებს და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკური ფიგურა და ის აკეთებს კრიტიკული განცხადებებისა და კრიტიკულ განცხადებებსა და პოლიტიკურ განცხადებებს შორის სად გადის თქვენ თვითონ? ძალიან მოკლედ მითხრათ, იმიტომ რომ სოზარის განცხადებები არის ხოლმე ძირითადად ძალიან კრიტიკული ხელისუფლების ჩვენ შეგვიძლია გამოვიღოთ ნებისმიერი მისი განცხადება, თუ შეიძლება თუ მეკითხებით თვითონ დამაცადოთ პასუხისგაცემა. ჩვენ მე ამობეჭდილი მაქვს სოზარ სუბარის განცხადებები და ჩვენ თუ ჩავიკითხავთ ამას, ძალიან კარგად ნახავთ, სად გადის ზღვარი კრიტიკულობასა და სად გადის ზღვარი პოლიტიკოსობას შორის. მე გეტყვით რომ აი მაგალითად სოზარ სუბარი პარლამენტისგან ასე ვთქვათ ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული რაღაც თათბირის გამოძიებას. მე პირდაპირ გეტყვით რომ დღეს სახალხო დამცველის შესახებ კანონის ასე ვთქვათ თანახმად მას აქვს უფლება დაიბაროს გარკვეული პირები, თანამდებობის პირები, ახსნა განმარტებები ჩამოართვას. თქვენ ფიქრობთ, რომ ვანო მერაბიშვილი შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდეს? მე პირდაპირ გეტყვით, რომ სახალხო დამცველს ამის უფლება აქვს და მას აქვს უფლება შეუძლია თვითონ დაკითხოს და თვითონ ჩამოართვას. თუ არა ამ უფლებას არ იყენებენ სამწუხაროდ და მათ მაგივრად თქვენ უპასუხებთ, ვიკითხოთ. შექმნან რაღაცა ცირკად გადააქციონ პარლამენტი, ამისთვის ითხოვს, რომ პარლამენტში დაიწყოს ამის განხილვა და ის რაც თვითონ შეუძლია გააკეთოს და ანუ საგამოძიებო რაღაც ფუნქციის მატარებელი ამ მიმართულებით რომ ახსნა განმარტებები ჩამოართვას და რაღაც დაშვება დატოს ამას არ გააკეთოს ამ თემაზე კომენტარი დიახტია. ერთი კითხვა მაქვს, თქვენ გახსოვთ 2004-2005 წლები ჟურნალისტი იყავით, მე გახსოვთ ეს წლები, საქართველოში იყავით ხო? საქართველოში აჩევანის ზღვარზე რომ 2005 წელს ირაკლი ოქროშვილის ფიგურა. იყო თუ არა ეს გავლენიანი ფიგურა ქვეყანაში? ძალიან. სწორედ მაშინ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ 2004 წელს 16 სექტემბერს სოზარი გახდა სახალხო დამცველი, საქართველოს სახალხო დამცველი. ზუსტად ერთ კვირაში მან ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა ირაკლი ოქროშვილის მიმართ. ანუ არის თუ არა ეს უპრინციპობა ამ შემთხვევაში? იმის შემდეგაც ძალიან ბევრი განცხადება გაკეთებულა. ხა თქვენ მე როგორ გითხრათ, ამოვიღოთ, არ ამოვიღოთ www.ombudsman.g შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ ვისაც აქვს იმის საშუალება ნახოს ინტერნეტში განცხადებები სახალხო დამცველის. ეხლა თუ შეიძლება ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ მივმართავთ ვანო მერაბიშვილთან და ზურა ადეიშვილთან ბოლო შეხვედრა სახალხო დამცველის იყო ზურა ადეიშვილთან პროკურატურაში. ეს იყო 1 მაისს. როდესაც და შეთანხმება იმაზე რომ იცით რა, ხო გეუბნებით კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არასოდეს არ ყოფილა თვითმიზანი პოლიტიკური აქტიურობა, როგორც თქვენ ამბობთ, ან რაღაცა დივიდენდი, ან რაღაცა სახელის მოხვეჭა, ან რაღაცა პიარი იმისთვის, რომ მე პოლიტიკაში მოსულიყავი. ამიტომ იყო საუბარი, რომ ესეთი ტიპის პრობლემები არსებობს და აი მოდით ამ პრობლემებს მოვაგვაროთ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა, როცა დაინიშნა მაგალითად კობა სუბელიანი, იმ საღამოს მივედი მასთან ოფისში, სამინისტროში და უთხარი, აი ბატონო კობა, აი ეს ტიპის პრობლემებია, 56 გვერდი წავიღე და მოდით აი ამ პრობლემებზე იმუშავეთ, იმიტომ რომ არასოდეს არ ყოფილა არც ჩემი და არც სახალხო დამცველის და არც ერთი რომელიმე თანამშრომლის თვითმიზანი რაღაცა პოლიტიკური ქულების დაწერა ნამდვილად. ამის შემდეგ, ანუ ესეთი ეს იყო პირველ მაისის შეხვედრა, მეორე დღეს გახსოვთ ის შემთხვევა კორტებთან, როცა დაცხრილეს ახალგაზრდები, ეს შემთხვევა, მაშინ მე სახალხო დამცველის სიტყვებით მეტყვი, მე მაშინ მივხვდი, რომ ესენი არაფერს შეცვლდნენ და რეალურად ქვეყანას უფსკვლისკენ მიაქანებდნენ. მაგრამ ეს არ იყო იმისთვის საფუძველი, რომ შეგვეჩერებინა ჩვენი მუშაობა, ანუ გავჩერებულიყავით და აღარ გვეფიქრა იმაზე რა გავაკეთოთ. ეხლა როცა არის ზღვარზე საუბარი, ხო? აი ძალიან ძიმია აქ რაღაცა ზღვარზე საუბარი. მაგალითად მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის ფიგურა. მაგრამ თუ მინისტრი არ ღვევს რაღაცა უფლებას, ამაზე აუცილებლად ხმამაღლა უნდა ელაპარაკო. რაც შეეხება დაკითხვას, როგორ გითხრათ, წერილი აი ახლა ბოლო აგვისტოს ომის დროს და რაღაც ამ პერიოდის დროს ძალიან ბევრი იყო ინფორმაციის რაღაც ხმები დადიოდა დეზერტირებასთან დაკავშირებით, ხო გახსოვთ, ანუ ძალიან ბევრი ხმაური იყო მასთან დაკავშირებით და ეს ხმაური რომ ცოტა გაგვექავრებინა და გაგვეგო რეალურად რა ხდებოდა, წერილი გაუგზავნეთ თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილეს. ვითხოვდით ინფორმაციას, რამდენი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს შეერაღებულ ძალებთან. პასუხი ვერ მივიღეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და
ტელეფონზეც დაურეკეთ, გასაუბრების ოქმით შევადგინეთ, ყველაფერი, მაგრამ მე სანამ არ გავახმაურეთ ამაზე ხმაური არ ავტეხეთ, რომ თუ შეიძლება მოგვიცით ინფორმაცია, Reuters მივეცე მე მგონი ინტერვიუ თუ რაღაცა აღარ მახსოვს რომელიღაც საერთაშორისო რომელიღაც უცხოურ გაზეთს, ამის შემდეგ გამოგვიგზავნის პასუხი, თუმცა ისიც არასრულყოფილი. ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ინფორმაციას ვერ იღებ და გაქვს საშუალება, რა თქმა უნდა, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალთა დარღვევა, შეუდგინო ოქმი და სასამართლოს მეშვეობით მიაღწიო ამას, სასამართლო ამას არ გიკმაყოფილებს. წერე და იკითხე, მოკლედ, გაუგზავნე სადა, ძალიან ძლიერ სადა რომ დაებარებინა და შეესწავლა ის, რასაც ეხლა დათო ამაზე ოპერაკობთ, მოიცა, კარგი, გეტყვით. ამაზე გეტყვით, კარგით, ამაზე გეტყვით, რაღაც მეტყვით, თქვენ არ იყავით, აი ეს არის 16 თებერვალს გაკეთებული განცხადება, თქვენ აღარ ახართ იმ პერიოდში. უკაცრავად ეს მოხდა 2007 წლის 4 ნოემბერს. 7 ნოემბერსაც იქ ვიყავი და ამიტომ ეს თუ შეიძლება ნახეთ. 16 თებერვალს სუბარი პარლამენტისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული თათბირის გამოძიებას ითხოვს. 16 თებერვალი 2009 წელი. ქალბატონია, დამცველი უკაცრავად. ეს განცხადება მან გააკეთა 2008 წლის. კიდევ ერთხელ მოუწოდებს. კიდევ ერთხელ. ეს იგი პირველი განცხადება. რატომ არ აკეთებს? იქნება ამაზე ქალბატონია, ხა მე იქ არ ვიყავი, მაგაზე გაგეცით პასუხი. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ უკვე გაკეთებული ქონდა ეს განცხადება. უკაცრავად გეტყვით, ეხა გიპასუხებ. ესეთივე საგამოძიებო ქმედების ჩატარების უფლება სოზარს გააჩნია კანონით ისეთივე ფუნქციით, რასაც გააკეთებს ის კომისია, რომლის შექმნასაც დავით ბაქრაძეს თხოვდა, რატომ არ აკეთებს ამას სახალხო დამცველად. რატომ არ აკეთებს და რატომ სთხოვს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს განცხადება მან გააკეთა ეხლა 2008 წლის 30 დეკემბერს, როცა იყო ის პარლამენტში თავისი მოხსენებით. მაშინ გააკეთა და მე რეაქცია არ იყო, კიდევ ერთხელ მიმართა და კიდევ ერთხელ სამჯერ მიწერა მე ეს წერილი დათო ბაქრაძეს. თვითონ რატომ არ აკეთებს? ეხლა გეტყვით, თვითონ რა უნდა გააკეთოს? ქალბატონო თეა, იქ თქვენ თუ გახსოვთ განცხადების შინაარსს თუ გაეცანეთ, შეხვედრას ესწრებოდა თავიდან, როცა ეს ამბავი მეც ვიცი ეს შემთხვევა და როცა ეს ამბავი გავიგეთ და ამის მტკიცებულებები ჩვენთან შეგროვდა, მაშინ იყო რა გავაკეთოთ? გენერალურ პროკურორს მივწეროთ? პროკურორს რომ მივწეროთ, ასეთი ამბავი გვაქვს, ასეთი ინფორმაცია გვაქვს, გვიპასუხე, იყო ეს თუ არა, რას მისწერ გენერალურ პროკურორს და გენერალურ პროკურორი უშუალოდ ასე მისწეროთ. თქვენ თუ უკაცრავად, თქვენ ესე იგი არ იცნობთ თქვენს კანონს სახალხო დამცველის შესახებ, მე პირდაპირ გეტყვით, რომ სახალხო დამცველს აქვს უფლება ახსნა განმარტებები ჩავატანებო ჩვენ და დავასრულოთ პროექტი. მე მაქვს თვითონ შეკითხვა თქვენთან, რომელზეც გაქვთ ნახევარი წუთი პასუხები. რატომ არ აკეთებს ამას სახალხო დამცველი და რატომ სთხოვს ამას? გენერალურ პროკურორი ატარებს თათბირს და გენერალურ პროკურორს მიმართო, რომ ასეთი ამბავით მიპასუხე ამაზე. ესეთი ამბავია კი არა, ახსნა განმარტება უნდა ჩამოართათ, ჩემო ბატონო, იმ ადამიანებს. რა ახსნა განმარტება და ის უფლება უნდა გან. დიახ, მე ჩავატარე თათბირი. ის რას იტყვის, ეს მე გავარკვიოთ. თქვენ რატომ არ იყენებთ? თქვენ არა ამ შემთხვევაში რატომ არ იყენებთ სოზარი უფლებას? აღებულო პასუხებს. არა, რის პასუხს უკაცრავად რა განცხადებას რო გზავნით და რაღაცა ინფორმაციას უკაცრავად. ქალბატონთეა, მე შეკითხვა მაქვს თქვენთან. ურევთ, რას ნიშნავს განცხადების გაგზავნა და ინფორმაციის გამოთხოვა და რას ნიშნავს დაბარება და ახსნა განმარტების ჩამორთმევა. უკაცრავად ეხა ამდენი სახალხო დამცველის ოფისში მუშაობთ, ამდენი და გაგეკვირდეთ. ქალბატონთეა, ბოლო შეკითხვა მაქვს თქვენთან, შემდეგ ქალბატონ სოფიასთან ბოლო შეკითხვა. თქვენ ფლობს ჭეშმარიტებას. ქალბატონ სოფია, თუ შეიძლება. ქალბატონთეა, ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში სახალხო დამცველია. ყველაზე დიდი პრობლემა ნამდვილად არ არის სახალხო დამცველი, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა ნამდვილად არის. ვინ არის ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში? თქვენ როგორც თავისუფალი სექტორის წარმომადგენელი. ამ წუთში ის რომ გარკვეულწილად ხელისუფლება ვეღარ აგრძელებს იმ რეფორმების კურსს, რომელსაც 2007 წლის ნოემბრის შემდეგ. ეს შემიძლია პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით გითხრათ ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მე მიწევს მუშაობა სამწუხაროდ აი ამ რეფორმების გაგრძელების. მინდა რომ პიროვნებები ჩავმითოთ ქალბატონია. მე შემიძლია განათლების სისტემაში პირდაპირ გითხრათ რომ ნიკა გვარამია ვერ მუშაობს. ნიკა გვარამია ეხლა მივიდა და ვნახოთ რა. აი როგორც სოზარ სუბარზე საუბრობთ პიროვნულად, რომ ის რაღაცებს არ გვევს. მე პირდაპირ გეტყვით მე ვსაუბრობ მასზე როგორც სახალხო დამცველზე, რომელიც ვერ შედგა როგორც სახალხო დამცველი. უპრინციპო როგორც თქვენ ვზართ. რომელი მინისტრია კიდევ უპრინციპო შეგიძლიათ გითხრათ? მე რომელი მინისტრია უპრინციპო, რომელი კომიტეტის თავმჯდომარეა უპრინციპო, რომელი ფუნქციებს რაც მათ აქვთ, ამას სოზარ სუბარის გარდა ყველა ასრულებს ამ. და აქაც ამ გადაცემიდანაც გამოჩნდა ის ვერ იყენებს იმ კანონით მინიჭებულ უფლებას, რასაც მას კანონი ანიჭებს და ამიტომ არის სამწუხაროდ გადასული პოლიტიკურ განცხადებებში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო სოფია, თუ შეიძლება მითხრათ ძალიან მოკლედ, მინდის თუ არა ბატონი სოზარი საბოლოოდ პოლიტიკაში, ეს ძალიან აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, კვირის ბოლომდე ლოგიკური შეკითხვა მისი. დიდი მადლობა შეკითხვის შეფასებისთვის ქალბატონ სოფიო, იქნება თუ არა ეს ნაბიჯი მის მხრიდან. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ? ამაზე ალბათ თვითონ გააკეთებს განცხადებას, თვითონ არის უფლებამოსილი ასეთი ტიპის განცხადება გააკეთოს. მე შემიძლია გითხრათ იმაზე, მე წავედი პოლიტიკაში და მე დავტოვე სახალხო დამცველის მოადგილის პოსტი იმ შემთხვევაში თანამდებობა, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ ეს არ იყო საკმარისი
და საჭირო იყო რაღაც ძირეული ცვლილებები. იმიტომ რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მხოლოდ სახალხო დამცველის საქმიანობით და თუნდაც იმით რომ ძალიან ვამაყობ იმით რომ ვიყავი ამ ინსტიტუტის ნაწილი და ვამაყობ იმით რომ ქვეყანაში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინსტიტუტი და ეს არის სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ამაში წვრილი მეც მიმიღია ჩემი და ჩემი ყველა თანამშრომლის წვრილი ამაში, ამით ძალიან ვამაყობ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის რომ ქვეყანაში ძირეულად შეიცვალოს. დიდი მადლობა ქალბატონ სტუდიაში სტუმრობისთვის. ქალბატონ თეა, თქვენ დაიკავშირდათ როგორც პროდიუსერი მაცნობებს შემსვლელი ქალბატონ სოფიოსი, ბატონ გიორგი ჩხეიძე მოადგილეს ოზარ სუბარის მაგთხოვათ რომ მასთან განიხილოთ ყველა ის პრობლემა და პრეტენზია რაც ჩვენ ნუ ვიკამათებთ თამთებს თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შეგიძლიათ არა და სამი უკანონო ესა დაკავებული აღმოვაჩინეთ ციხეში უკანონო ნუ გადავალთ ახლა გიორგი ჩხეიძის პიროვნებაზე პროკურატურის წარმომადგენელი ჩემთან განიხილეთ თუ ყველა პრობლემა იქნებ ერთად მოვაგაროთ მან შემოგითხოვ რომ ადამიანი რომელიც გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა და არ ადამიანის უფლებს კარგით ამაზე გიორგი ჩხეიძე ვისაუბრებს კარგით ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ არაფერი ამიტომ მე ბატონ გიორგი მოიწვიოთ და პირდაპირ განვიხილოთ ეს კონკრეტულად კარგით დიდი მადლობა შეთავაზებისთვის ჩვენ კი სოზარ სუბარს რა თქმა უნდა დაუთმობთ ეთერს მაშინვე როგორც კი მას ამის სურვილი ექნება ერთ-ერთი მიზნით რომ მან გასცეს პასუხი თუ კი ამ ბრალდებებს ჩათვლის ბრალდებებად ამ ფაქტებს ეთერში გახდათ უცნობი კავკასია რომელიც გემშვიდობებოდ ხვალამდე 20 საათსა და 20 საათსა და 30 წუთამდე მადლობთ ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.